ვინ აპირებს მონაწილეობა მიიღოს შემოდგომაზე გასამართ შუალედურ არჩევნებში და ვინ რჩება ბოიკოტის რეჟიმში. პოლიტიკური პარტიები პოზიციებს უკვე აფიქსირებენ. ნაციონალურ მოძრაობასა და პარტია ახალში არჩევნებს უნდობლობას უცხადებენ. ის პოლიტიკური სუბიექტები კი, რომლებმაც წინა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს, ოქტომბერში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობაზე გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ. შუალედური არჩევნები 4 მუნიციპალიტეტში 3 ოქტომბერს გაიმართება. ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში მოქალაქეები საკრებულოს მაჟორიტარ წევრებს აირჩევენ. განკარგულების პროექტს კენჭი ცესკოს სხდომაზე უყარეს და მხარი ერთხმად დაუჭირეს. შუალედური არჩევნების გამართვის სამართლებრივი საფუძველი 4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა გახდა. ცესკოში აცხადებენ, რომ 2026 წლის 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის ჯამში 7 საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათ შორის 4 საარჩევნო უბანზე ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები იქნება გამოყენებული. ამ დროისთვის სამურჩეველთა რაოდენობა ამ ოლქებზე 2201-ია. ეს ფაქტობრივად არის, ესე ვთქვათ, სიმბოლური არჩევნები, ვიცით რომ როგორი იყო 2025 წლის არჩევნები, კოალიცია ცვლილებისთვის ამ არჩევნებში არ აპირებს მონაწილეობის მიღებას, მანამ სანამ ის მოთხოვნები არ შესრულდება, რაც ჩვენ გვაქვს. ეს არჩევნები არანაირად შეცვლის არაფერს. ამ ასე ვთქვათ, მაცხოვრებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ისინი არიან ერთგვარი ხმა მათი, არა მარტო რაღაცა კონკრეტული ინდივიდუალური საკითხებთან დაკავშირებით, არამედ როდესაც იგეგმება ბიუჯეტი მუნიციპალიტეტისა, რა თქმა უნდა, იქ დეპუტატი, ყველა დეპუტატი ცდილობს, რომ ამ ბიუჯეტის დაგეგმვის დროს თავისი ამორჩევლის ინტერესები იყოს გათვალისწინებული. ეს ხან გზას ეხება, ხან წყალს, 1000 ასე ვთქვათ, საკითხი არის, რასაც დეპუტატი თავის ამორჩევლების ნების აღსრულების დროს, ასე ვთქვათ, ცდილობს, რომ თავისი ამორჩევლის ეს მოთხოვნები დააკმაყოფილოს.